Დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვიდრე წარმოგიდგენთ სტუმარს ძვირფასო ტელემაყურებლებო, მინდა შეგახსენოთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გადაწყვეტილებით ღირსი გაბრიელის აღმსარებელისა და სალოსის წმინდა ნეშთის გადაბრძანება სამების საპატრიარქო ტაძრიდან მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დღეს დაახლოებით 5 საათზე მოხდება. მცხეთის ხიდიდან იქნება ფეხით მსვლელობა, ასე რომ ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ წმინდა მამა გაბრიელი გააცილოთ თბილისიდან სამთავროს მონასტერში, შეგიძლიათ შეუერთდეთ ამ მსვლელობას. შეგახსენებთ იმასაც, რომ საფლავი წმინდა მამა გაბრიელის გაიხსნა 22 თებერვალს, მისი გადმობრძანება სამების საპატრიარქო ტაძარში მოხდა 24 თებერვალს და ამ დროის განმავლობაში დღემდე ყველა მომლოცველს შეეძლო მისულიყო და 24 საათის განმავლობაში პატივი მიეგო წმინდა მამა გაბრიელის ნეშტისთვის. დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანი მივიდა მისი წმინდა ნაწილების მოსალოცად, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მოხდა ბევრი სასწაული, ბევრი კურნება, ასე რომ შეგეწიოთ ყველას წმინდა მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი. ახლა კი სიამოვნებაა